For specific information concerning the time and frequencies of the Voice of America English language program. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა და სიტყვა წარმოთქვა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა რამდენი სიტყვა შენთან რამდენი გულწრფელი ალერსი რამდენი სიმღერა შენთან თვარი შუქს ავწერ ჩემ დღიურს სასიამოვნოა და ამავე დროს გულის ამაჩოყებელიც როგორც ბუნებამ გაიღვიძა, ისე ქართველი ერით სიფშვნეც თვალს. უნდა მოველოდეთ, რომ სულ გამოფხიზლდება. გუშინ ველაპარაკებოდი დედას. უსათუოდ ევროპა უნდა შემოვიარო მეთქი. აი, დიდი ქალი ვარ კიდეც. ჩემ წინ ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. ნუ გამომაცდებინებს ბედის წერა ნუ რაფერც უც. ჩემი გული ვერ აიტანს. ეხლა თავისუფლება გამოვაცხადეთ. კვლავ დამოუკიდებლები ვართ. წყურვილი თავისუფლებისა. ქართველ ქალში ყოველთვის იყო. ჩემი უდიდესი ნატრა, რომელიც საშინელი სიჩქარით ღვივდება ჩემს გულში, არის მოგზაურობა. ეხლა დავეწაფე ენებს. მინდა ვისწავლო კარგად, რომ ვთარგმნო ქართულ ენაზე ის მშვენიერი წიგნები. რა კარგია წიგნი, მეტადრე თუ ძალიან საინტერესოა. მავიწყდება ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. თლათ მივეცემი ხოლმე წიგნს. მე მგონია, თუ ერთ შევიყვარებ, ეგ უკვდავია, სიკვდილამდის დამრჩება. იქნება სხვები ამას ვერ ხედავენ. მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავ სერს თავისუფლება. ბევრს გონია, რომ ბედნიერება ფულშია, მაგრამ ფულით სხვას შეიძლება მოუტანო ბედნიერება და მაშინ თვითონაც იქნები ბედნიერი, რასაც გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია. დღეს მივხვდი, რა არის მიზანი ცხოვრებისა, სამშობლოსთვის მუშაობა. დღეს 1920 წელს, მე-20 საუკუნის 12 იანვარს, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, გაუმარჯოს ტურფა საქართველოს. თავისუფლება პირველ რიგში არის იდეა, რომელიც უძლებს დროს და ეძებს გზებს ახლიდან აღმოცენდეს. წიგნებში ჩატეული ცოდნა ყოველი ახალი მკითხველის გულში ცოცხლდება და აძლევს უნარს დაინახოს მეტი, აძლევს ხმას, გამოხატოს თავისი აზრი და შთააგონებს, გასცდეს ნაცნობს, იკულიოს უცნობი და აღმოაჩინოს ახალი სამყარო. აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება.